Salami, წერამიზარება, ვიდეოით მოგებებით, რა საინტერესო ნოემბერი გადამხდა, 20 ნოემბერს და 22 ნოემბერს, ჩემი დაკავების დროს და სასამართლოს მიმდინარეობისას. ვინც არის მოგებებით პრეისტორიას, 10 ნოემბრიდან 19 ნოემბერს ჩათვლით მაჯარიმებდნენ ზედიზედ მოტოს ტროტუარზე არასდროს დგომისთვის, მას მაჯარიმებდნენ უკანონოდ, იმიტომ რომ პატრულებს ეგონათ რომ და ახლაც გონიათ რომ საერთოდ გაგრძელული არის მოტოს გაჩერება ტროტუარზე, ახლა იგრძელება ნამდვილად, ახლა რა სავალოდი იანვარ-თებერვალში აიგრძელება, მაგრამ ამ წუთას გაგრძელული არ არის, აქვს თავისი წესები, ამ წესების დაცვით ვაყენებდი ხოლმე ყოველთვის, მე-10 დღეს საიუბილეო დღეს ორჯერ დავაჯარიმებია სპეციალურად თავი, რაზეც გაბრაზდნენ, მიხვდნენ რომ სინამდვილეში ისინი კი არ მაჯარიმებდნენ, მე ვაჯარიმებინებდი მათ სპეციალურად თავს, დაიწყო ეგრეთ 19 ნოემბრის მეორე დაჯარიმებაზე დაიწყო რომ ძალიან გაბრაზებულები იყვნენ და 20 ნოემბერს როგორც იქნა ინებეს და დამაკავეს მიხვდნენ რომ ჯარიმები არ მშობს. დაკავება მოხდა ასე რომ მოვარდა ეს სასაცილო კაცი არის პოლიციის უპროსობნას თამაშობს მიმანიშვილი გაკათუ რაღაცა მოვარდა, კაი დახვილი იყო, აკაშინებული ეტყობა ბევრი არბენის მარსზე, გაფრაზებულიც იყო. მოვარდა და მეუბნება რომ რატო არ მიყავს მოპედი, როცა გეუბნებიანო. უთხარი რომ როდის მეუბნებიან თქო, ახლა გეუბნებია და კაი მეთქი წავიყვან თქო რა პრობლემა. ოღონდ იცოდე მეთქი რომ ეს მოპედი არ არის, მოტოციკლია და შემდეგში ეჩვენა აღარ დაუშვა თქო. და რომ დავიძარი მოტოსკენ, დამთხარი რომ იქნებ არემ აქხართ და სამართლიური საფუძველი გამიმართოთ, რატო უნდა წავიყვანო თქო და არ მიმორჩილებიო და მეცსა და ჩამტენა მანქანაში მოკლედ. მართლა სასაცილო კაცი გამოდგა ბატონი მემანიშვილი, წამიყვანეს სადაც ვარკეთის საპატრულო ცენტრში, იქ დაიწყო ოქმის გაფორმება და უცებ შეიქმნა ასეთი პრობლემა, რომ ის ვინც ოქმი გააფორმა, ეს იყო კიკი ბობოხიძე, ადამიანი რომელიც გაფორმდა ჩემ დამკავებლად, ვინც ოქმი დაკავების ოქმი გააფორმა, ის არ იმყოფებოდა საერთოდ ჩემი დაკავების ადგილას და არც იცოდა რაზე დამაკავეს. შესაბამისად ოქმი გააფორმა სტანდარტული, ჩაწერა რომ მივიდე კი გზის საბოლოო ნაწილზე, ალბათ ეგონა რომ გზას ვკეტავდი და მაგიტო დამაკავეს და ეგ ჩაწერა მოკლედ თავიდან. და ნუ მე მესმოდა ხედავდი რასაც წერდა, მაგრამ თქონდა ხომ არ მოვიღე, იმიტომ რომ ძალიანაც მაწყობდა რომ ოქმი ეგრე გაფორმებული იყო, ერთ-ერთი მეშინოდა რომ მე არ მიხვდნენ ახლა სისულელი გააკეთეს და ოქმი არ შეცვალა თქონდა, არ შეცვალეს. და სასამართლოზე მოიტანეს ზუსტად ეგ იდეაში ოქმი რომელიც იდეაში ბათილი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ყალბ ინფორმაციას შეიცავდა თავიდან. სასამართლოზე დავაყენე შუამდგომლობა რომ ხო, მოკლედ დამაკავეს, იმიტომ რომ არ დავემორჩილე პოლიციის კანონიერ მითითებას თითქოს. სასამართლოზე დავაყენე შუამდგომლობა რომ გადაიდოთ პროცესი, იმიტომ რომ წარმოსადგენენ მქონდა მტკიცებულებები. ერთი მტკიცებულება ინახებოდა ჩემ ტელეფონში, მე ყოველ დღე როდესაც მოტოს ვაყენებ ხოლმე ვიღებ ვიდეოს, სადაც ჩანს რომ კანონიერად მიყენია მოტო, ყველა წესის დაცვით ვიღებ პოლიციის თანამშრომლებს, არ რეაგირებენ იქ და არ აღიქვამენ ისინი ამას სამართალ დარღვევა და მოკლედ ყველაფერი ჩანს იმ ვიდეოში და ვითხოვდი რომ რომლებიცაც იმისათვის რომ ის ვიდეო მასალა წარმოედგინა, იმიტომ რომ ჩემ ტელეფონი დალუქული იყო და მასე წტომა არ ჰქონდა და მეორე უნდა გადავიდე, იმიტომ რომ შესაძლოა უნდა გამოითხოვა 112-დან ვიდეოს საფოტო კამერებიდან ამოღებული კადრები, სადაც ჩანს რომ ვემორჩილებოდი პოლიციის მიუხედავად რომ კანონი მითითება იყო, მაინც ვემორჩილებოდი მოკლედ. კოჩკერმა თონიკა კოჩკერმა მითხრა რომ საკმარისი დრო გქონდა მაგისტრისო, საპატიმროშიო. როშე არ ვიცი ის თქვა საკმარისი დრო, არც ტელეფონზე მქონდა თომა და არც სხვა ვიდეო კადრებს, მოკლედ არ დაგმოყოფილა. ეგ შუამდგომლობა და დავიწყეთ პროცესი. პროცესი გარკვეულ ასეთ რაღაც, მოკლედ წარმომადგენლები იყვნენ ნინო გელენიძე და მზია ცერაძე, ხოლო სხუმეცნები იყვნენ გიგი ბობოხიძე და გიორგი ტაბაკიძე. ოთხივე ამ ადამიანის გულწრფელად ჭიროდა რომ ტროტუარის მოტოს გაჩერება არის აკრძალული. და იქ პროცესი გაიგეს რომ სინამდვილეში არ არის აკრძალული, არსებობს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37 მხრივ, რომელიც მოუხლებას მაძლევს რომ მოტოციკლი გავაჩერო ტროტუარზე, რაღაც წესების დაცვით და მაგ წესების დაცვით მეყენა მოკლედ. მომზადებულები იყვნენ იმაზე რომ აკრძალულია. შესაბამისად სრულმოწმეებმა ილაპარაკეს რა თქმა უნდა ტყუილები და ეს ასეთი მსჯელობა განავითარეს რომ აკრძალული არის მოკლედ მოტოს დაყენება, რომ იმითითეს რომ აკრძალული არის, არ დავემორჩილე ამ მითითებას, ამ ტყუილი მდგომარეობდა იმაში რომ ბევრჯერ ნახევარს არის განმავლობაში მოუწოდებით რომ გაიყვანაო. ეგ იყო მთელი მაგათი ტყუილი, მაგრამ პრობლემა შეიქმნა მაშინ, როცა სასამართლოზე დადასტურდა რომ მათი ეს მოწოდება იყო უკანონო. მე კიდე უკანონო მოწოდების დამორჩილების ვალდებულება არ მაქვს. კანონში მიწერია რომ პოლიციის მხოლოდ კანონიერ მოთხოვნას უნდა დავემორჩილოს. სასამართლოში შეიქმნა სიტუაცია რომ ყველაფერი რაც ილაპარაკეს სამშესო წარმომადგენლებმა და მოწმეებმა სულ რომ სიმართლე ყოფილიყო, გამოდიოდი მაინც მართალი. მოკლედ ჩემი მსჯელობა იყო სამეტაპიანი, სამნაწილიანი. ერთი რომ მოწოდება იყო უკანონო, მეორე რომ მიუხედავად იმისა რომ მოწოდება იყო უკანონო, მე მას ვემორჩილებოდი და მიმყავდა მოტო არ დამსავდა უბრალოდ და მესამე იყო რომ მიუხედავად იმისა დავარღვიე თუ არა კანონი, ანუ სულ რომ ეს პოზიცია იყო ყოფილიყო 100%-იანი სიმართლე, მე მაინც არ მეკონდა არც ჯარიმა და არც პატიმრობა, იმიტომ რომ მართალია ზოგადად პოლიციის მიმართ დამორჩილებულა ითვალისწინებს ჯარიმასა და პატიმრობას, მაგრამ
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება სატრანსპორტო საშუალების გაყვანას, ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს, სამართალი ასე აგებული, რომ არსებობს ზოგადი ნორმები, კერძო ნორმები. ზოგადი ნორმა ამბობს, რომ დაუმორჩილებლობა ისჯება პატიმრობით და ჯარიმით, მაგრამ კერძო ნორმა ამბობს, რომ როდესაც საქმე ეხება კონკრეტულად სატრანსპორტო საშუალების გაყვანას და ამ ნაწილში თუ არ ემორჩილები, მაშინ სასჯელი არის მხოლოდ და მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საჯარო მოსადებებზე გადაყვანა და ზოგადი და კერძო ნორმების არსებობის შემთხვევაში, როდესაც ერთ შემთხვევას ორი ნორმა რეგულირებს, ერთი ზოგადი, ერთი კერძო, გამოიხსნება ხოლმე კერძო ნორმა. ამ შემთხვევაში სულ რომ მართლები ყოფილიყო პოლიციის წარმომადგენლები, უბრალოდ უნდა გადაეყვანათ საჯარო მოსადგომზე და მეტი არაფერი არ უნდა მომხდარიყო. მოკლედ, ქონდათ ვიდეომტკიცებულებაში უბრალოდ ჩანდა ჩემი დაკავების კადრი და როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს ვკითხე, რომ რა სამართალდარღვევა არის აღბეჭდილი ამ ვიდეო მასალაზე, მათ მითხრეს, რომ არა, სამართალდარღვევა საერთოდ არ არის აღბეჭდილი და რო ვკითხე, აბა რის მტკიცებულებად მოვიტანეთ ეს ვიდეო, თქო, მითხრეს, რომ იმის მტკიცებულებად მოვიტანეთ ვიდეო, რომ დაგაკავესო რა. ანუ ასეთი სიტუაცია, რომ იქ რო ვარ, ანუ სასამართლომდე დაწყებამდე რო ხებორკილები მომხსნეს, რომ შემიყვანეს პოლიციამ რო შემიყვანა სასამართლოში, იქ რო ვიმყოფებოდი, ანუ ჩემი სასამართლოში ყოფნის მტკიცებულებად მოვიტანეს ვიდეო და მოსამართლეს უთხრეს, რომ ნამდვილად აქ იმყოფება მიხეილ ზაქარაშვილი, ნამდვილად დაკავებულია. სასაცილო სიტუაცია იყო მოკლედ. რაც შეეხება იმას, როგორ გააправეს ოქში რო სისულელები ეწერა, თავიდანვე მომზადებულები, ხომ მიხვდნენ რაღაც ეტაპზე მიხვდნენ, რომ არასწორად იყო ოქში შედგენილი და პოლიციელებს დაავალეს ასეთი რაღაცა, რომ შენ კი გიწერიათ, რომ გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდაო, მაგრამ მოდით ვთქვათო, რომ ვითომ ასეთი შტერები ვართო. და ვითომ არ ვიცით, რომ გზის სავალი ნაწილი არ არის ტროტუარია და ორივე პოლიციამ თქვა, რომ გზის სავალ ნაწილზე რო იდექიო, რო წერია ოქშიო, მადო იგულისხმება, რომ ტროტუარზე იდექიო. ორივემ დავაზუსტებინა და ორივემ მითხრა, რომ კიო, ტროტუარი გზის სავალ ნაწილიო, მაგრამ მე რამდენიმე წუთში წავკითხეთ. და ჩემ ადვოკატმა ციტატა საგზავნო მოძრაობის შესახებ კანონიდან, სადაც პირდაპირ წერია, რომ ტროტუარი არ არის გზის სავალ ნაწილი, ეგ ნამდვილად იცოდნენ პოლიციელებმა, უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ, ეგრე უნდა გაემართლებინათ თავისი ოქმი, ხო და რო შევაჯამო, თორნიკე კოჩკიანი აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ როდესაც დაეჯერებინა ამ ცრომოწმებისთვის, მაინც მართალი გამოდიოდი ეს პოზიცია, რომელიც იყო ტყუილზე დაფუძნებული, მაინც იყო უკანონო. იფიქრა კოჩკიანმა ერთი დღე იფიქრა და ვაყიარა კოჩკიანი გამოდგა აქ პერსპექტივა. გადაწყვიტა ასეთი რაღაცა, რომ გაეყალბებინა ცრომოწმების ჩვენებებიც და გაეყალბებინა ჩემი სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვაც. მან ცრომოწმების ჩვენებას რამდენიმე წინადადება მიამატა, იმიტომ რომ რაც იმათი ლაპარაკეს მაინც ტყუილების მიუხედავად, მაინც არ გამოდიოდი მტყუანი და ჩემი ასე ვთქვათ ჩვენებაც შეცვალა, მე ვამბობდი რომ მოწოდება იყო უკანონო, მიყოლებსა ვიმორჩილებოდი. იმან კიდე ჩამიწერა, რომ მიხეილ ზაქარაშვილი ამბობს, რომ ვერ გაიგო პოლიციის მოწოდება, არა და გაიგო და თავს იმართლებს მოკლედ რა. ასეთი ამბავი მოხდა მოკლედ კოჩკიანის ბევრი დადგენილობა მოხდნენ ანახი, არა მარტო კოჩკიანის მოსამართლეების და ბევრი სისულელე უწერიათ, ბევრი სასაცილო რაღაცები უწერიათ, მაგრამ ასეთი რაღაცა, რომ გაიყალბებინათ მოწმეების ჩვენებები, აქამდე სიმხლე გითხრათ არ შემხვედრია ასეთი რაღაცა. და კოჩკიანს მოსამართლეს არ, მაგრამ კოჩკიანის დადგენილებში უწერია ხოლმე, რომ ეს სასჯელი არის აბსოლუტური ღონისძიება იმისათვის, რომ ეს სამართალდამხმოვანმა ჯგუფმა ისწავლონ, სწორი რეგულირებები აღიზარდონ და ასე შემდეგ და მინდა მიმართო ბატონ მოსამართლეს, რომ ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ადამიანი, რომელსაც თქვენ რამე სანქცია დააკისრეთ, ასე ვთქვათ, აღზრდილი იყო და გამოსწორებული იყო და იქნებ აღმზრდელშია პრობლემა, ბატონო მოსამართლე, გიფიქროთ ამაზეც. რაც შეეხება იმას, როგორ გავაგრძელებ ჩემ პროტესტს, რა გითხრათ, აბა, მე მანაშვილის შეშინებული კაცი არ გაიშვას, მაგის შეშინებული კაცი თავიდან შესაჩინებელი იქნება.